დედამიწაზე არსებობს ორგანიზმი, რომელიც შენთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ხესთან, რომლის ქვეშაც ის ორგანიზმი ამოდის. ამ ორგანიზმს ძალიან ბევრი თვისება აქვს. მაგალითად, ერთ-ერთ შეუძლია აკონტროლოს მწერი. ასევე მან ააშინა კომუნიკაციის ქსელი ტყის ქვეშ. მას შეუძლია შეჭამოს და შეიწოვოს რადიაცია, ისეთი მძლავრი და ისეთი ძლიერი რადიაცია, რომელიც მაგალითად ადამიანს წამებში მოკლავს. და ამ ორგანიზმს ეს რადიაცია შეუძლია შეიწოვოს და მეტიც საკვებად გამოიყენოს. და ასევე არსებობს თეორია, რომ სწორედ მან, ანუ ამ ორგანიზმმა განაპირობა ის, რომ მე ახლა ვსაუბრობ და თქვენ ამ საუბრის გააზრება შეგიძლიათ. ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს არის უბრალოდ სოკო. ერთი სიტყვა, რომელსაც მთელი ვიდეოს განმავლობაში გამოვიყენებ, ეს არის მიცელიუმი. ეს მიცელიუმი არის სოკოს ნამდვილი სხეული. აი თხელი ობობის ქსელისნაირი ბადე, რომელიც მიწის ქვეშ ესე ვრცელდება და ხშირად აი კილომეტრებზეც კი გადის. ძალიან დიდია. აი მიცელიუმი არის რეალურად სოკო, ხოლო ჩვენ, რასაც სოკოს ვეძახით, ზემოთ გამოდის ხოლმე, ხუდიანი ორგანიზმი. ეგ არის სოკოს ნაყოფი. აი როგორც მაგალითად ვაშლის ხე და თვითონ ვაშლი არის ვაშლის ხის ნაყოფი. და სწორედ აი ამ უცნაურ ორგანიზმზე დაგელაპარაკებით დღეს ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტიც არსებობს, ძალიან ბევრი საინტერესო თეორია არსებობს, მაგრამ სანამ თეორიებზე, საინტერესო თეორიებზე და საინტერესო ფაქტებზე გადავალთ, მოდი გავიკოთ ჯერ რა არის სოკო. სანამ სოკოებზე გადავალთ, გადავწყვიტე, რომ ყოველ ვიდეოზე საყვარელი კომენტარი, საუკეთესო კომენტარი იქნება ის იუმორისტული, კრეატიული თუ უბრალოდ უცნაური, ამოვარჩიო და გადავცე 100 ლარი. მოკლედ, ყველა ვიდეოს ქვეშ ჩემს საყვარელ კომენტარის ავტორს გადავცემ 100 ლარს. მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან პატარა შესავალს გავაკეთებ. ხო ხართ კარგად? მე მშვენივრად ვარ, დამწუხრებული ვარ მესიმ წააგო, გახარებული ვარ ბარსელონამ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატი. კაი, გადავიდეთ ახლა სოკოზე. მოკლედ, ძალიან ბევრ ადამიანს აგდებს შოქში, როცა იაზრებს და იგებს, რომ სოკო ადამიანებთან უფრო ახლოს არის ტაქსონომიურად, ვიდრე მცენარეებთან. ტაქსონომიურად, ანუ იმ სამეცნიერო სისტემით, რომელთაც ცოცხალ ორგანიზმებს ვაჯგუფებთ ნათესაობის მიხედვით რა. ანუ ტაქსონომიურად სოკო ცხოველთან და ადამიანთან უფრო ახლოს არის, ვიდრე მცენარეებთან. რანაირად ახლა? ძალიან დიდი ხნის წინ, აი ძალიან დიდი ხნის წინ, ყველაზე დიდი ხნის წინ ევოლუციური ხაზი გაიყო. ერთმა მხარემ წარმოშვა ადამიანები და სოკოები, მეორე მხარემ წარმოშვა მცენარეები. აქ არის ხელშესახები მტკიცებულება, რომ სოკოს უჯრედის კედელი აგებულია ნივთიერებისგან სახელად ქიტინი. ზუსტად ამ ქიტინისგან შედგება მაგალითად კიბორჩხალის ჯავშანიც და მცენარეს აქვს სულ სხვა მასალა, ცელულოზა. და კიდევ ერთი ფაქტი ის არის, რომ სოკო არ ფოტოსინთეზირდება. სოკო როგორც ადამიანი და როგორც ცხოველი გარემოსგან იღებს საკვებს, ანუ გარემო პირობებში ეძებს საკვებს და ამ საკვებს შთანთქავს და მერე იღებს საკვებად. არ ფოტოსინთეზირდება, როგორც ფოტოსინთეზირდებიან მცენარეები. სწორედ ამიტომ სოკო ცხოველებთან უფრო ახლოს არის, ვიდრე მცენარეებთან. და სწორედ ამიტომ არის მაგალითად სოკოვანი დაავადებების მკურნალობა ასეთი რთული, რადგან სოკოს უჯრედი ბიოქიმიურად ჩვენს უჯრედს გავს და სწორედ ამიტომ ძალიან რთულია, რომ სოკო ისე მოკლა, ისე გააქრო ორგანიზმიდან, რომ საერთოდ არანაირი დაზიანება არ მიიღოს ადამიანის უჯრედულმა ნაწილმა, ადამიანის ნაწილმა. ანუ პირველი პარალელი რეალურ სამყაროსთან არის, რომ სოკო არის, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი ნათესავი ევოლუციურ ხეზე. და სწორედ ამიტომ არის ძალიან უცნაური და ამიტომ არის ძალიან საინტერესო. მეცნიერებს ჯერჯერობით აქვთ 150,000-მდე სახეობის სოკო აღწერილი. ანუ 150,000-მდე ჯიში არსებობს სოკოსი, მაგრამ ეს არის რაც აღწერილი არის ვარაუდი, რომ დაახლოებით 2 მილიონამდე სხვადასხვანაირი სოკო არსებობს დედამიწაზე. ანუ უფრო მარტივად ვიზუალიზაციაში რომ მოგეხმაროთ, დღეს ჩვენ აღწერილი გვაქვს სოკოების სახეობის 5-დან 7%-მდე დაახლოებით, რაც არსებობს იმის 5-დან 7%-მდე ვიცით მხოლოდ. ანუ რაც კი სოკოები არსებობს, ზოგი სოკო რო ფილტვებისთვის არის კარგი, ზოგი სოკო
წერს რომ მართავს, რაზეც დაგელაპარაკებით, ზოგი სოკო რო ჰალუცინაციებს იწვევს, რაზეც აუცილებლად დაგელაპარაკებით, ზოგი სოკო რო კლავს, ზოგი სოკო რო აცოცხლებს. წარმოვიდგინეთ, ეგ სოკოები, აი ამდენი თვისება. მხოლოდ და მხოლოდ ნაპოვნი არის 5-დან 7%-მდე სოკოებში და დანარჩენი 99%-ში სავარაუდოდ რამდენი სხვადასხვა თვისება შეიძლება გქონდეს იმ 95 დანარჩენ პროცენტ სოკოებს, ხო? გახსოვთ რო გითხარით შეიძლება სუპერძალები არსებობდეს თქო. აი რა დარწმუნებულები ვართ რომ არ არსებობს სოკო, რომელსაც შეჭამდა ის რო არის, რა ქვია. One Piece მაგალითად. ხილი რო არის, რომელიც სუპერძალას გაძლევს. მედია ეგეთი იქნება. გისურვებთ რომ ეგეთი იყოს. სოკო როგორც თვისობრივად, ასევე გარეგნულადაც ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ორგანიზმი არის. ეხლა განახებთ რამდენიმე სოკოს და ეს სოკო რო შეგხვდეთ რომ და ცადმე მაგალითად Facebook-ზე სკროლვის დროს ან TikTok-ზე სკროლვის დროს არა 90% დარწმუნებული ვარ გეგონებოდათ რომ AI ან ვიღაცამ დახატა ან საიდანღაც ალისა საოცრება და ქვეყნიდან არის გადმოღებული და გადმოხატული, მაგრამ ეს სოკოები ახლა რომელსაც განახებთ არის რეალური და ჩვენს დედამიწაზე ჩვენთან ერთად არსებობენ. ვისაც ცოტა აი მაგალითად ხრელების შიში და რაღაცა ფობიები რო არის, ეგეთი თუ გაქვთ, აი აქიდან აქამდე, აი ამ იმაზე გადაახვეთ, სადაც გარეგნობას თავს ვანებებ და თვისობრივობაზე გადავდივარ. ეს არის ეშმაკის სიგარა ქვია. ამაზე საინტერესო ის არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორ ადგილას არსებობს. არსებობს ტექსასში და იაპონიაში. ანუ დედამიწაზე, თელს დედამიწაზე მხოლოდ და მხოლოდ ორ ადგილას ხარობს თუ ცხოვრობს თუ რავი სწავლობს, არ ვიცი რა საკეთებენ. მხოლოდ და მხოლოდ ორ ადგილას ამოდის. ეს არის ტექსასი, ამერიკაში და იაპონია, აზიაში. ეს არის კობალტისფერი სოკო. ესეც საინტერესო იმით არის, რომ არის ახალი ზელანდიის ენდემი, ანუ ენდემური რას ნიშნავს, როცა მაგალითად ბუნებრივად რაღაცა ერთ კონკრეტულ ადგილას ამოდის, ანუ ახალი ზელანდიის ენდემი ნიშნავს, რომ აი ეს რაღაცა ამოდის მხოლოდ და მხოლოდ ახალ ზელანდიაში. აი ამ სოკოს ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი გარეგნობა, რომელსაც აქვს, ქვია ეშმაკის თითები. ეს სოკო მიწიდან იზრდება როგორც კვერცხი და მე ამ კვერცხი გარდაიქმნება და ამოდის ეს ეშმაკის თითები. და სპეციალურად ეს თითები გამოყოფენ სუნს, რომელიც გავს ლპობას. და ეს ლპობის სუნი იზიდავს ბუზებს, ეს ბუზები აჯდებიან, ფეხებს ისვრიან ამ სოკოთი და რომ მიფრინავენ სხვაგან, აი ამ სოკოს ეხმარებიან გამრავლებაში. სწორედ ამიტომ აი ამ ეშმაკის თითებმა ბუზები ფოჭტალიონებად, ანუ პოსტალიონებად აქცია და გამოიმუშავა ეგეთი ნიჭი, ტალანტი, რომელთაც მიმიკას აკეთებს ლპობის სუნის, ოღონდ დამპალი არ არის, უბრალოდ ლპობის სუნის მიმიკას აკეთებს, ბუზები შტერდებიან, მიდიან, აჯდებიან, მერე მიფრინავენ და ეს სოკოს ეს ეშმაკის თითები სხვაგანაც ამოდის. ეს ყველაზე ცუდი სანახავი სოკო. სისხლიანი კბილის სოკო. სისხლიანი კბილის სოკო არის თეთრი სოკო, რომელზეც წვენივით ესე პატარაძე გამოდის წითელი სითხე. ეს წითელი სითხე შეიცავს ბეტალაინს. ბეტალაინი არის ნივთიერება, რომელიც ჭარხალს წითელ ფერს აძლევს. და ყველაზე საინტერესო არის, რომ მას გააჩნია ანტიკოაგულანტური თვისებები, რომელიც სითხეს შედედებას უშლის ხელს. ანუ წარმოიდგინეთ, ბუნებაში არსებობს სოკო, რომელსაც მოსდის სისხლი და ასევე სისხლის შედედების საწინააღმდეგო ქიმიასაც შეიცავს. და არის სოკო. ეს არის ცისფერი რძის სოკო. შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ გატეხა ამ სოკოს მოსდის მელნისფერი, ლურჯი ასამნისფერი, ინდიგო სითხე. და ეს ინდიგო სითხე ბუნებაში არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფერი, რაც ბუნებრივად გვხვდება. ეს არის მკვდარი კაცის თითები. ოღონდ მკვდარი კაცის თითები არ არის, ანუ არავინ არ არის მკვდარი იქ. სოკოს ქვია მკვდარი კაცის თითები და მართლა გავს მკვდარი კაცის თითებს, ესე ამოყოფილ თითებს გავს, ეს ამას განსაკუთრებული თვისება ეგრე არ აქვს. უბრალოდ ხის ქვეშ იზრდება და ფესვებს ალპობს ხის და მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს, მაგრამ არანაირი განსაკუთრებული ის არ აქვს, მაგრამ ძალიან გავს მკვდარი კაცის თითებს და ქვია მკვდარი კაცის თითები. ეს არის ამეთვისტოს მატყუარა, რომელიც ისევ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უცხო და იშვიათი ბუნებრივი იისფერია, მოიასამნის ფლორა იმენა კვეთრი ისფერი. ეს არის ალბათ ყველაზე უცნაური გარეგნობის, უცნაური ვიზუალის მქონე სოკო, რომელიც რომ მენახა
98% დარწმუნებით ვიტყოდი, რომ ეს სოკო ჯიგრი ჯონსონ არის ფოტოშოპებული AI-ის გენერირებული, მაგრამ არა, ეს სოკო მართლა არსებობს და ძალიან ლამაზია, მართლა ძალიან ლამაზია. ასევე არსებობენ ბჟუტავი სოკოები, რომლებიც ბჟუტავენ. ამ სოკოს გააჩნია ბიოლუმინესცენცია, რაც ორგანიზმს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სინათლე გამოიმუშაონ ორგანიზმში თვითონ, ზუსტად იგივეა, რაც აქვს მაგალითად ციცინათელებს. ანუ ეს არის ცილა, რომელიც ორგანიზმში ქიმიურ რეაქციებს აჩქარებს და ძალიან საინტერესო სახელი აქვს. ლუციფერაზა. ლუციფერი ხო ცისკრის ვარსკვლავია, რომელიც ანათებს. ამას ლუციფერაზა ქვია. არ ვიცი რა მეკავშირი თუ არის მაგ ყველაფერთან კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ ძალიან ნიჭიერი და განსწავლული და განათლებული კომუნიკაცია მყავს ვიცი ზუსტად. ანუ ეს ლუციფერაზა რეაგირებს ჟანგბადთან და ქმნის სინათლეს. მეცნიერება არ იციან რატომ სჭირდება ეს სოკოს, რატომ აქვს ეს სოკოს. შეიძლება ალბათ ისევ მწერების მოსაზრად ღამე რომ რაღაც რო ანათებს წერი დააჯდება ღამის პეპლები ჩემი იმიდან ჩემი ლუსტრიდან დაინახავენ სხვა სინათლეს, გადაინაცვლებენ და დააჯდებიან და მერე გაამრავლებენ რა. ალბათ. ეხლა ჩამოგითვალეთ ძალიან უცნაური ვიზუალის და ფუნქციის და ფერის და ასე შემდეგ მქონე სოკოები. ძალიან უცნაური იყო, დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ჩემს ადამიანი ვინც შეხედავს და ჩვეულებრივია. არ იყო არაჩვეულებრივი სოკოები განახეთ და ეს წარმოიდგინეთ ეს არაჩვეულებრივი სოკოები არის მხოლოდ და მხოლოდ ნაყოფები იმ რეალური ქსელისა, რაც მიწის ქვეშ არსებობს, რასაც მიცელიუმი ქვია. და ეს მიცელიუმი გაცილებით ბევრად უფრო ფუნქციურად დახვეწილი ნაწილია ამ სოკოსი, ვიდრე თვითონ ნაყოფი. და გაცილებით დიდია, აი ძალიან დიდია. www ხო იცით World Wide Web-ი არის www და არსებობს ასევე Wood Wide Web-ი. ანუ ტყის www, ანუ ტყის ქსელი არის მიცელიუმი. ანუ არსებობს ესეთი თეორია თუ ფაქტი, დარწმუნებული არ ვარ რომელია, რომ ხეები ესე ცალკე ხეები ერთად არ არიან რა, ხეები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან. ანუ რაღაცა ხე და მეორე ეს ხე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და დაკავშირებული არიან სწორედ აი ამ ქსელით, რომელსაც ქვია მიცელიუმი და რომელიც არის სოკო. ეს ქსელი, ეს მიცელიუმი ხეებს სხვადასხვა ხეს ეხმარება იმაში, რომ ერთმანეთს გაუზიარონ საკვები, მაგალითად წყალი და ყველაზე საინტერესო და უცნაური ის არის, რომ ასევე გაუზიარონ გამაფრთხილებელი ქიმიური სიგნალი, რომ რაღაცა ისე არ არის. ხე სახელად მამუკას, რომ დაესწრება მწერი მაგალითად და დაუწყებს დაზიანებას. ეს ხე მამუკა გაუგზავნის მიცელიუმის ქსელებით ხე გივის ინფორმაციას, რომ აქ მწერები მაზიანებენ და დაიწყეს სასწრაფოდ თავდაცვითი ტოქსინების გამოყოფა, რომ შენთან ეს მწერი აღარ მოვიდეს და აღარ მოუნდეს შენი დაზიანება. ეს აქედან მადლობა მამუკა ჯიგარი ხარს უგზავნის, ის მამუკა ის გავაკეთე მხოლოდ რაც უნდა გამეკეთებინა. ყველას ვალია, მოკლედ. და ეს ქსელები ზუსტად იგივენაირად მუშაობენ, როგორც მუშაობს ინტერნეტი. უბრალოდ ერთი სხვაობა ისაა, რომ ტყეში ხდება და გამოიგონეს მილიონი წლით ადრე, ვიდრე გამოიგონებდნენ ინტერნეტს. მეცაც გეტყვით, ეკოლოგმა სუზან სიმარდმა აღმოაჩინა, რომ არსებობს როგორც სერვერები არსებობს, ასევე არსებობს აი დიდი ხეები, რომლებსაც ხუმრობით დედა ხეებს ეძახიან, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბევრ ახალ პატარა ხესთან და აი ეს ბევრ პატარა ხეს, ეს დედა ხე ამ მიცელიუმის საშუალებით უზიარებს წყალს და საკვებ ნივთიერებებს და თუ ეგ ხე მოჭერი, ეგ დედა ხე თუ მოჭერი, ეს ყველა პატარა ხე გზნობს საკვების დეფიციტს. და თუ ეს ქსელები, აი ეს ქვედა ქსელები, აი ამდენად დიდია, რამხელა შეიძლება იყოს ერთი ორგანიზმი. საქართველოს ბანკი ბიზნესის ახალი ინიციატივა მცირე ბიზნესებს ერთ ჯაჭვად აერთიანებს. პრინციპი არის ძალიან მარტივი. მიდიხარ ერთ-ერთ მცირე ბიზნესში, იღებ სერვისს, ყიდულობ დონატს, ან ყავას დალევან ასე შემდეგ და შემდგომ ის მცირე ბიზნესი ფასდაკლების ბარათს
და რჩევას და გზას გასწავლის შემდეგ მცირე ბიზნესამდე. ანუ საბოლოო ჯამში ეს არის ერთი ჯაჭვი, სადაც ჩართული უნდა იყოს ჩემი აზრით ყველა მცირე ბიზნესი, რათა ინსაითი, რათა awareness-ი და სხვადასხვა მცირე ბიზნესების ზოგადი ცნობადობა აიწიოს. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, მე რომ მცირე ბიზნესი მქონდეს, აუცილებლად ჩავერთვებოდი ამ ჯაჭვში, ვინც ჩემი მომხმარებელი იყო, ის შეიძლება გამეშვა ჩემ მეგობარ მცირე ბიზნესში, სადაც ხეირობს ჩემი მეგობარი მცირე ბიზნესი, ხოლო მომხმარებელი ხეირობს იმით, რომ მას ვატან ფასდაკლების ბარათს. ამიტომ ყველა მცირე ბიზნესი ჩემი აზრით ჩართული უნდა იყოს ამ კამპანიაში. უღრმესი მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორს, საქართველოს ბანკს, რომელიც ავტორი არის ამ კარგი ინიციატივის. ბოლო პერიოდში ინტერნეტში გაჩნდა ასეთი შეკითხვა, რომელი არის ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი სამყაროში. ზოგი იძახის ხეს, ზოგი იძახის ვეშაპს, ზოგი იძახის ზუიგენს, ზოგი იძახის არ ვიცი ვინმეს, მაგრამ ყველაზე დიდი ორგანიზმი, რომელიც 1700 ცალი საფეხბურთო მოედნის ხელა არის, აი წარმოიდგინეთ მიხეილ მესხის მოედანი, სადაც იბერია საშინაო თამაშებს მართავს ხოლმე და ქოროკ PlayStation-ს ათამაშებს, აი ეგ მოედანი წარმოიდგინეთ და გამრავლეთ 1700-ზე. აი მაგ ხელა ცოცხალი ორგანიზმი არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ეძახიან მკვლელ სოკოს. მისი ასაკი დაახლოებით შეფასებული არის 2000-დან 8000 წლამდე და ცოცხალი ორგანიზმი იმიტომ არის, რომ არის ტყეზე, რომელიც ტყესაც შიგა და შიგ ეს მიცელიუმი, ანუ ეს სოკო კლავს. სწორედ ამიტომ ეძახიან მკვლელ სოკოს. ანუ ზემოთ რა ორგანიზმებიც არის, ხეები, ბუჩქები, ისინი ესენი, მაგ ხეებიდან და მცენარეებიდან იღებს საკვებს, საზრდოს, ის იზრდება, ის კვდება და ასე ცხოვრობს. მაგიტომ ქვია სხვადასხვა მკვლელი სოკო. კლავს ხეებს და ბუჩქებს და ყველაფერს, რაც შეიძლება საკვებად აქციოს თავისთვის. შეიძლება ბოლოს ამოხეთქოს, ამოუდეს ის სოკო და დაგვიშვას და დაანგრიოს რაღაცეები. როდესაც ეს ორგანიზმი აღმოაჩინეს, მეცნიერებმა დასვეს შეკითხვა, რომ რას ნიშნავს საერთოდ ეს ერთი ორგანიზმი, ანუ სად მთავრდება აი ეს მილიონობით ქსელი ერთმანეთთან კომუნიკაციაში ერთი DNM-ით, სად მთავრდება, ანუ სადამდე არის, რამხელა არის. მაგრამ ეგ იგივე კითხვაა, რომ სად მთავრდება ერი მაგალითად, რომელი აღარ არის ქართველი, აი რამდენი ის უნდა ყავდეს, ანუ დედა მამა, ერთი ბებია თუ ყავს ქართველი ხარ, მაინც ერისნა. ანუ ძალიან რთული კითხვა არის, აი შენი სხეული მაგალითად შედგება ტრილიონობით ბაქტერიისგან, რომელიც ცხოვრობს შენი უჯრედების გვერდით. ანუ ის ბაქტერიები შენ ხარ, შენი ნაწილია სხვა არის? ხო და საბოლოო ჯამში მაგ კითხვებზე რომ გადავდნენ, დაასკვნეს და დააფიქსირეს, რომ ის რაღაცა ქვემოთ აშშ-ში ტყის ქვეშ მიცელიუმი, რომელსაც ქვია მკვლელი სოკო, არის ერთი ორგანიზმი, რომელიც არის 1700 სტადიონის ხელა და არის ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე და ეს არის სოკო. ასევე არსებობს სოკო ოისცერ მაშრუმი ქვია, რომელიც იკვებება ყავის ნალექით. ყავის ნალექი არის, როდესაც ნალექიან ყავას დალევ და აი ცოტა პირში რო ჩაგდეს და ცოტა ქვემოთ ჭიქაზე რო რჩება, რაზეც მკითხავები, აი მაგ ნალექზე ამოდის სოკო. და თუ არ გინდათ რომ თქვენს ორგანიზმში აღმოჩნდეს რაღაცა, რაზეც სოკო ამოდის, მე გირჩევთ რომ დალიოთ იაზავნისფერი Starbucks-ის ფრაპუჩინო, რომელიც არის ჩემი ყველაზე გემრიელი ყავა, რომელიც დღეს ბაზარზე არის და თუ გინდათ რომ გამოფხიზლდეთ და თქვენს ორგანიზმს ხნეობა მიანიჭოთ და ენერგიით აავსოთ, აუცილებლად სამმაგი ესპრესო by Starbucks. მაგას ყოველდღიურად ვსვამ, როცა სახლიდან გავდივარ და საქმე მაქვს, მაშინ ვსვამ და არის ყავა, რომელიც რო დავლევ, მე აღარ მიწევს ყავის დალევა იმ დღის განმავლობაში. უღრმესი მადლობა Starbucks რომ გვერდში მიდგას და ჩემს გემოს რეცეპტორებს ასე ანებივრებს. ანუ ეს სოკოები, ძალიან გადავერთე სხვა თემაზე, მაგრამ დავბრუნდეთ. ეს სოკოები, ანუ ეს მიცელიუმი, მიწის ქვეშ აკონტროლებს ძალიან ბევრ რამეს. არის მიწის ქვეშა ინტერნეტი. მაგრამ ასევე არსებობენ სოკოები, წარმოიდგინეთ, რომელიც მიწის ზემოთ არსებებს აკონტროლებენ. აი მაგალითად კორდისეპსის სოკო. კორდისეპსის სოკო არის სოკო, რომელიც აი მაგალითად შეგიძლია უბრალოდ იყიდო მაღაზიებში და აქვს ძალიან ბევრი კარგი თვისება ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმისთვის. არის ბევრი კომპანია, რომელიც ამ სოკოების ექსტრაქტებით აკეთებს სხვა პრეპარატებს, ხვნილის სახით, წვეთების სახით.
კორდისეპს მე ვსვამდი დაჟე, როდესაც YouTube-ში გავთამაშობდი ფილტვებისთვის არისო კარგი იძახდნენ და როგორც იცით, თუდად დიხანია რომ არ მივარგა, ანუ მალე რომ ვიღლები მაგ დროს ვსვამდი კორდისეპს, შეგეძლიათ უბრალოდ აი აფთიაქში იყიდოთ, მაგათ აფთიაქებში იყიდება. აი კორდისეპსი არის სოკო, რომელიც ჭიანჭველას აინფიცირებს, კლავს ამ ჭიანჭველას, ანუ ჭიანჭველას კეთილნებას ართმევს, იღებს ამ ჯოისტიკს ამ ჭიანჭველაში, ადის სპეციალურად ხეზე ზემოთ, სადაც უნდა რომ ამოვიდეს, იქ მიდის, იქ კლავს იმ ჭიანჭველას და იმ ჭიანჭველიდან ამოდის თვითონ მერე სოკო. აი ესეთი არსება არის კორდისეპსი. წარმოიდგინეთ, დაინფიცირა ჭიანჭველა, ეს ჭიანჭველა უცებ ზომბი გახდა, ანუ აზომბებს, მართლა რეალურად აზომბებს. ეს ჭიანჭველა ზომბი გახდა, ერთადერთი ფუნქცია დარჩა, რომ სადაც ამას უნდა კორდისეპს უნდა რომ გაიხაროს, იქ ადის და უკვე იქ გამოაქვს ნაყოფი ამ კორდისეპს. The Last of Us თუ იცით სერიალი, ზუსტად იგივე აი ამ კორდისეპსის სოკოზე არის თავიდან ბოლომდე ეგ ფანტასტიკა აგებული. ანუ ოღონდ იქ ჭიანჭველების მაგრად აქ ადამიანები არიან, მსხვერპლები, ზემოდან საიციდან ეშვება რაღაცა, სადაც არის ეს სოკოს ინფექცია, პარაზიტი, რომელიც მე ადამიანებს აზომებს და ეს ადამიანებს აკონტროლებს ისე, რომ მაქსიმალურად ეს სამყარო აქციონ მისთვის საცხოვრებლად კარგ ადგილად რა. აი აგერ წერია კორდისეპსის ჯგუფის სხვა სახეობებს ტიბეტსა და ჩინეთში საუკუნეების განმავლობაში მკურნალობისთვის იყენებდნენ და დღეს ეს ბაზარი მილიარდობით დოლარამდე ფასდება. ანუ ერთი და იმავე გვარის სოკო ერთ შემთხვევაში ჭიანჭველის ტვინის მკვლელია, მეორეში კი ძვირფასი სამკურნალო პროდუქტი. აჰა. ანუ არ ვიცოდი რომ 1 მილიარდ დოლარამდე იყო შეფასებული ეს ტიბეტური კორდისეპსის სამკურნალო ისა. ერთა იგივე მეგონა, მაგრამ ეს კორდისეპსი არის გვარი, მაგალითად როგორც არის გოგუა და გოგიტა გოგუა ფეხბურთს თამაშობს, ვაჟა გოგუა იუთუბერია. ერთი რაღაცა გიორგი კორდისეპსი ჭიანჭველას აკონტროლებს, სანდრო კორდისეპსი ჯანმრთელობისთვის არის კარგი და მილიარდ დოლარამდე არის შეფასებული. და არსებობს თეორია, მეცნიერული თეორია არის, რომელიც არ არის დამტკიცებული, რა თქმა უნდა, ცოტა ბევრ სისულელად ეჩვენება, მაგრამ არსებობს თეორია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ გახსოვთ ადრე რომ გითხარით, როცა ადამიანი ჰომო საპიენსები გავხდით, ანუ მოაზროვნეები, როდესაც გავხდით, ეგ ევოლუციური ნახტომი უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე უნდა მომხდარიყო. ანუ ადამიანის ევოლუცია ჰომო ერექტუსიდან ჰომო საპიენსამდე ლოგიკურზე უფრო ჩქარა მოხდა. რაზეც ეყრდნობა ძალიან ბევრი სხვა თეორია, აი ამ ვიდეოში შეგიძლია ნახოთ. წარმოიდგინეთ და ეს ბევრისა რამდენიმე მეცნიერის და ექიმის აზრით, ბიოლოგის აზრით მოხდა მაშინ, როდესაც ადამიანებმა პირველად შეჭამეს ფსილოციბინი. ანუ ფსილოციბინი არის ჯადოსნური სოკო. ანუ ფსილოციბინი არის ნივთიერება, რომლითაც მე ამზადებენ LSD-ს მაგალითად, რომელიც არის ფსიქოაქტიური, ფსიქოდელური ნარკოტიკი. ამ თეორიას ქვია stoned ape, ანუ დაბოლილი მაიმუნი. ერთ-ერთმა ეთნობოტანიკოსმა, რომელიც სწავლობდა როგორ იყენებენ ადამიანები სცენარეებსა და სოკოებს ისტორიულად, ტერენს მაკკენამ წამოაყენა ასეთი იდეა, თეორია, რომ 100,000 წლის წინ, როცა აფრიკის კლიმატი გამოშრა და ტყეები სავანად გადაიქცა, ჩვენი წინაპრები, ჰომინიდები, ანუ ჰომინიდები იყვნენ იმ დროს, ჰომინიდები ერქვათ, პირუტყვის ნაკელზე ამოსულ სოკოებს ჭამდნენ. სწორედ ეს სოკოები შეიცავენ ფსილოციბინს. ანუ ეს ფსილოციბინი ტვინში ცნობიერი ცვლილებას და ალუცინაციებს იწვევს. ტერენსის აზრით, დაბალი დოზები, ამ ფსილოციბინის დაბალი დოზები, ამ ჩვენს წინაპრებს გაუმჯობესა ხედვა, სმენა, საშუალო დოზებმა გაზარდა გამრავლების ხარისხი, მაღალმა დოზებმა კი გამოიწვია და შექმნა ენა, სალაპარაკო ენა, ანუ კომუნიკაციის საშუალება და ცნობიერი. ანუ ეს ჰომინიდები გადააქცია ადამიანებად. მანამდე უგაბუგა, გაგა, გუგუ იყვნენ და ეს მაღალი დოზე სოკო ვინც მიიღო, უბრალოდ ცნობიერი შეეცვალა და სალაპარაკო ენა გაუჩნდა და გამრავლებას შეუწყო ხელი. ძალიან უცნაურია. დააჭკვიანა ხალხი ესე რომ ვთქვათ. უფრო სარგებლიანი გახადა. მიხვდით ხო რისკენაც მივდივარ. თუ ახლოს ვიქნებით ამ თეორიის მიხედვით, თუ სადღაც ეჭვი გაჩნდება, რომ სამყარო იქითკენ მიემართება და მიუმართავთ ადამიანები, სადაც გარემოს ცვლით ისე, რომ ადამიანისთვის იდეალური აღარ არის და არის იდეალური უკვე სხვა ორგანიზმისთვის, ხო არ ჯობია რომ გავჩერდეთ. მაგრამ თუ გავჩერდით და სოკო გაგვიბრას და ლაპარაკის უნარს წაგვართმევს. ამ თეორიის მიხედვით, რა თქმა უნდა.
ასევე არსებობს ასეთი თეორია პანსპერმია ქვია, რომელიც ამბობს, რომ სოკო არის უცხოპლანეტური სხეული. სოკო არ არის დედამიწური. და ამას ამყარებენ ამ თეორიას იმით, რომ არც ერთ დედამიწურ ორგანიზმს არ შეუძლია იმდენი ხანი გაძლოს ვაკუუმში, რამდენი ხანით შეუძლია გაძლოს მაგალითად სოკომ. ასევე არ არსებობს დედამიწური ორგანიზმი, რომელიც რადიაციაში ცხოვრობს. ასე რომ თქვა, სოკოები არიან გადარჩენის ოსტატები. და ისევ იგბრუნდებიან მართლა ეხა საუბარი მინდოდა უბრალოდ თეორიებზე და ფაქტებზე, მაგრამ ამ თეორიაზე და ფაქტებზე საუბრის დროს რაღაცა პარალელები მეულება გონებაში და ამ პარალელებზე გესაუბრებით. სოკოები არიან გადარჩენის ოსტატები, ყველაზე მაგარი გადარჩენის უნარი აქვთ. წარმოიდგინეთ, გადარჩნენ ვაკუუმში და რადიაცია, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის მტერია, აქციას საკვებად. ანუ ესეთი მაგარი რო ხარ გადარჩენაში. რამდენი რაღაცის გაკეთება შეგიძლია იმისთვის, რომ გადარჩე და თუ მართლა ის თეორია რეალურია, რომელიც მეცნიერები ცდილობენ რომ დაამტკიცონ, რა რეალურიაო. მე მირჩევნია რომ არა რეალური იყოს, მირჩევნია კი რა ეგრე ვფიქრობ, ეგრე მწამს რომ არა რეალურია, მაგრამ მაინც საინტერესო არის. თუ ის თეორია რეალურია, რომ სოკო უცხოპლანეტურია, სხვა გარემოდან თუ ჩამოვიდა, სხვა პლანეტიდან იქნებოდა, სხვა galaktikიდან ჩამოვარდა და აქ ცდილობს ახლა გადარჩენას, თუ ეგეთი ლეგენდა, ეგეთი W გადარჩენის შესაძლებლობა აქვს. ესე იგი გადარჩენისთვის ყველაფერს გამკეთებელია. სადაც რადიაცია საკვებად აქცია, იქაც რეალურია ძალიან ბევრი რამე. ძალიან ბევრჯერ ვთქვი, რომ რადიაცია საკვებად აქცია. მოდი ახლა კონკრეტულად გეტყვით, რომელ სოკოზეა საუბარი. ჩერნობილის დაცემულ რეაქტორის შიგნით ერთ-ერთ ყველაზე რადიოაქტიურ ადგილას დედამიწაზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს შავი სოკო, რომელიც არა მხოლოდ გადაურჩა რადიაციას, არამედ იზრდებოდა მისკენ, ანუ სადაც რადიაცია იყო, იქით იწევდა და იქითკენ იზრდებოდა. ანუ რადიაცია იზიდავდა მას, როგორც საკვები იზიდავდა მომთაბარეებს. ის შეიცავს მელანინს, ზუსტად იგივე პიგმენტს, რაც ჩვენს კანშია და რომელიც გვიცავს მზისგან და შეუძლია გამა-გამოსხივება გარდაქმნას ქიმიურ ენერგიად. პროცესი, რომელსაც მეცნიერები რადიოსინთეზს უწოდებენ. რადიოსინთეზი, იმიტომ ქვია, რომ ფოტოსინთეზი რო არის მცენარეებს რო აქვს, რომელსაც შეუძლია მზის სინათლე საკვებად გარდაქმნან, ეს სოკო არის რადიოსინთეზი, ანუ რადიაციის საკვებად გარდაქმნა შეუძლია. 2018-2020 წლებში ამ სოკოს ნიმუშები გაუშვეს კოსმოსურ სადგურზე. აი მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრის სისქის ფენად, აი ძალიან პატარად. საინტერესო ის არის, რომ საერთო რადიაცია 2%-ით შეამცირა. ცირია თითქოს 2% არაფერია, მაგრამ ოდესაც 2 მილიმეტრმა 2%-ით შეამცირა, რამდენად შემცირება შეუძლია მაგალითად 10 სანტიმეტრს, 20 სანტიმეტრს. და გამოთვლებით ეს სოკო საკმარისია იმისთვის, რომ მარსის რადიაცია დაძლიოს. და NASA ამას განიხილავს სერიოზულად. ანუ უნდათ რომ აი ამ სოკოსგან დაამზადონ ტანსაცმელი სპეციალური უნიფორმა, რომელიც დაიცავს ადამიანს შიგნით ყოფ არსებას, რომელიც რადიაციას მიმართ მოწყვლადი არის და გახდეს მარსზე ადამიანის გაგზავნა და ჩასვლა შესაძლებელი. ასევე საინტერესო არის, რომ ეკვადორში არსებობს სოკო, რომელსაც შეუძლია იცხოვროს პლასტმასზე. ანუ პლასტმასით იკვებება. სოკო არის, რომელიც მარტო პლასტმასით იკვებება. ანუ არაფერი სხვა არ შველის. კონკრეტულად აი ის პლასტმასი ჩვენთვის რაც არის, პოლიურეთანზე დამზადებული პლასტმასი რაც არის, აი მაგ პლასტმასით იკვებება. პლასტმასი სად გაიჩითა? როდის რანაირად გაიჩითა? ანუ სად იპოვა? რატო ანუ როგორ შეიქმნა პლასტმასი როდის გავაკეთეთ? ანუ ჟანგბადიც არ ჭირდება, ჟანგბადით ფეხებზე კიდია. იმენა პლასტმასი ჭირდება. და ეხლა მეცნიერები, ეკოლოგები ჩალიჩობენ, რომ ამ სოკოს დახმარებით, იცით რომ პლასტმასი ზოგადად ძალიან დიდ ეკოლოგიურ პრობლემას უქმნის დედამიწას, უფრო ეფექტურად დაშალონ რა, ვიდრე ეხლა შლიან. ანუ დედამიწაზე წელიწადში 100 მილიონი ტონა პლასტმასი გროვდება, ანუ ისეთი, რომელსაც არ ვიყენებ. ანუ ძირს რო აგდია და მიწაში რო და წყალში რო ყრია. რომლის ჩვეულებრივად რო დაიშალოს, ჭირდება 100 წელი. და თუ ეს სოკო მოაშენეს, დაჭირდება ნაკლები. და სოკოც ბედნიერი იქნება და ჩვენც. და ეხლა რისი თქმა მინდა ამით, რომ სოკოს აქვს ძალიან საინტერესო კატასტროფასთან ბრძოლის მეთოდი. რაღაცა, რაც შეიძლება საზიანო იყოს, გამანადგურებელი იყოს, რაღაცნაირად სწავლობს, რომ გადააქციოს ეს მისთვის გამანადგურებელი საკვებად. ანუ წარმოგიდგენთ, დედამიწაზე, ეხლა ჩემთვის რო გეკითხათ, გუში რო გეკითხათ, სანამ ამ ვიდეოს მომამზადებდი, რო გეკითხათ, ყველაზე არა საჭმელთან არა, აი რისი კვები, რითი კვება არის შეუძლებელიო, ვაფშე აი ორი ყველაზე არაადეკვატური საკვები მითხარიო, გეტყვით ერთს რადიაციას და მეორეს პლასტმასს. და წარმოგიდგენთ, არსებობს ორი სოკო, რომელიც ერთი იკვებება რადიაციით
და ამცირებს რადიაციას და აი ეს რადიაცია რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის მტერი არის, ამის საჭმელი და კიშკა არის და არსებობს მეორე სოკო, რომელიც პლასტმასით იკვებება, რომელიც არაფერში არ ჯდება საერთოდ და ესენი ამათი კატასტროფასთან ბრძოლის მეთოდი არის ამ კატასტროფის საკვებად ქცევა, ანუ ადაპტირება. ადრე ვიდეოში მაქვს ნათქვამი, როდესაც რაზე ვაკეთებდი ვიდეოს არ მახსოვს. რომელიღაც ვიდეოში მაქვს ნათქვამი, რომ გადარჩება არა ის, ვინც ყველაზე ძლიერი, არამედ ის, ვისაც უკეთესად შეუძლია ადაპტაცია. გამახსენდა. ინტელექტებზე ჩავწერე ვიდეო, სადაც ვსაუბრობდი სხვადასხვა სახის ინტელექტზე, რომ ადაპტაცია ინტელექტის ერთი განხრა, რომელიც შეიძლება ტიპს მათემატიკას საერთოდ არ ესმოდეს, კუბიკებ რუბიკს ნელა აწყობდეს, IQ დაბალი ქონდეს, მაგრამ ადაპტაციის უმაღლესი ნიჭი ქონდეს და საბოლოო ჯამში გადარჩება ის, ვინცაც უკეთესი ადაპტაციის უნარი აქვს. ეს არის და ეს. სოკოს კიდე აქვს ყველაზე კარგი ადაპტაციის უნარი. იმედია მოგეწონათ, ძალიან ბევრი სხვა თეორიაც არსებობს, ძალიან ბევრი სხვა ამბავიც არსებობს, ბევრნაირი სოკო არსებობს. ამ ვიდეოს რო ვაკეთებდი, შემიძლია ხა 3 ნაწილად გავაკეთო, ეს თო კიდე ერთი გავაკეთო, ამის მერე კიდე ერთი გავაკეთო. მაგრამ საბოლოო ჯამში რაც საინტერესო იყო, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, ყველაფერი გითხარით. უღრმესი მადლობა, იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონა ვიდეო და მიიჩნევ რომ ეს ვიდეო კარგია რომ უყურე, თუ დაალაიქე და დააკომენტარე, დაეხმარები ალგორითმს, რომ უფრო მეტს ამოუგდოს ვიდეოზე, მეტი დააკლიკებს და მეტი იქნება შენნაირი ბედნიერი. არ დააჯდე ბედნიერებას, რომელსაც ასე უანგაროდ გაწვით მე თქვენ. უღრმესი მადლობა, ნახვამდის.